Am ჩანაწერის ავთენტურობა ამ დრომდე არ დადასტურებულა. 2 წუთნახევრიან აუდიო მასალაში სავარაუდოდ სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა და ნოდარ ნიშნიანიძე ფიგურირებენ. თუმცა მასალაში მხოლოდ ერთი პირის ხმა ისმის. არ ისმის ირაკლი მალანიას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნოდარ ნიშნიანიძის პასუხები. ბიჭო, მიკაცი ბადუკა ვარ მეთქი, თო გამომხედეში ბავშვი მეთქი. გამომხედა ავიდა რა ბაზარი რა, ვებაზრებოდი მე უცხარი ბოლო შენ უნდა დედის აბაროტებს არ იძლეოდა ბიჭო, მაგარი ფარჩაკია შენი მალანია, შენი ოთარა მოთხე ხელები უნდა დაგამტვრიოდო რომ იქნებოდი აქ ხალხს ამწარებდი ისა ორი სიტყვით ყველაფერი სადისტობაში გონაიგე. ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა სასჯელს სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის იხდის. ბადუკას საძმო გიორგი ჯოხაძისა და მისი გარემოცვისთვის მტრად მიიჩნევა. ამიტომ გამორიცხული არ არის რაიმე სახის დაპირისპირება ციხეში მართლაც მომხდარიყო. აუდიო ჩანაწერი ციხის კედლებს მიღმა დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. მიქაძეები გავრცელებულ კადრებთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ. ბადუკას ასე ვთქვათ ეპიზოდის ნაწილში მას პირადად ესეთი რამე არ მოусმენია და ასე რომ ვთქვათ არ გაუგია. ისინი არც პასუხს აპირებენ ამაზე, მაგრამ პასუხს თუ აპირებენ, ეს არ არის ნამდვილად ის პასუხი, რასაც დააპირებენ. შაბათის ფორმულას ინფორმაციით გიორგი მიქაძის ციხიდან გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა. უფლებები შეეზღუდათ გიორგი კაჭკაჭიშვილსა და მამუკა ბაღდაველიძეს. ისინი მიქაძის მსგავსად გამოძიების ინფორმაციით ფიგურირებენ ვაკეში ჩაცხრილული ლევან ჯანგველაძის საქმეში. შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის საძიებო მასშტაბები იზრდება. საქართველოს პროკურატურა ინტერპოლს მიმართავს და მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას მოითხოვს. ეს ინფორმაცია რომ რაიმე ბიზნეს ინტერესები გააჩნდათ მათ გიორგი და დავით მიქაძეებთან, გააჩნდა ჯანგველაძეს, აბსოლუტური ტყუილია. საქმის ახალ ტომებში, რომელსაც შაბათის ფორმულა წარმოგიდგენთ, დევს აუდიო ჩანაწერიც. ამ აუდიო ჩანაწერში მამუკა ბაღდაველიძე საკუთარ დედასაც უმტკიცებს, რომ მკვლელობის შემდეგ საწყობში მისული გელა უძილაური არ დაუნახავს. ფარცხალაძის წინააღმდეგ ჩვენება ახლა ამდენი წლის შემდეგ რატომ მიეცით? ბიზნესმენი თეა მაჭავარიანის საქმის ახალი ფიგურანტია. საგამოძიებო ფაილების 24 ტომში ის ჩვენებას დავით მიქაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ აძლევს. ქალი სანდრო წივწივაძის ბიცოლა. ლევან ჯანგველაძის სწორედ წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღით მოკლეს. მოწმემ გამოძიებას უთხრა, რომ ქვეყანაში ბიზნესის დაალაგება ფარცხალაძის დახმარებით შესაძლებელი იყო. ამიტომ მას პირიმზეში მიაკითხა შეხვედრა ითხოვა და შუამავლის დახმარების გარეშე უცნობი ქალი ყოფილმა პროკურორმა პირდაპირ საკუთარ კაბინეტში მიიღო. 2020 წლის ზაფხულის პერიოდში მე ბათუმში საფოსტო ამანათებთან დაკავშირებით ვაპირებდი საბაჟო ტერმინალის აშენებას და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კოლმეურნეობის მოედანზე პირიმზეში მივედი ყოფილ გენერალურ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან ოფისში, სადაც ადგილზე დამხვდა ფარცხალაძე და მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა დავით მიქაძე. მე როდესაც მივედი ოთარ ფარცხალაძესთან, მას ავუხსენი, რომ ბათუმში ვაპირებდი საბაჟო ტერმინალის აშენებას. აღნიშნული საუბრის დროს დავით მიქაძემ მითხრა, რომ ხელს არ შეგიშლით მშენებლობის პროცესშიო. თეა მაჭავარიანის თქმით, წივწივაძის იარაღი მიქაძემ მიითვისა, მაგრამ ამის შესახებ თაწმინდის საძმოს გავლენების გამო გამოძიებას ვერ გაუმხილეს. ამის შემდეგ დავით მიქაძეს მე ვუთხარი, რომ ვიყავი სანდრო წივწივაძის ბიცოლა და ვკითხე თუ სად იმყოფებოდა სანდრო წივწივაძის დაკარგული იარაღები. ასევე დავით მიქაძეს მე ვუთხარი, რომ აღნიშნული ინფორმაცია მე მომაწოდა მამუკა ჟიჟილაშვილმა. საუბრის დროს დავით მიქაძემ ხელის ჟესტიკულაციით მანიშნა და მითხრა არ მენერვიულა მაგ თემაზე, იმიტომ რომ იარაღები ჩვენთან არისო. ბიცოლამდე 2 დღით ადრე უკვე მეორედ გამოიკითხა ბრალდებული სანდრო წივწივაძეც. ამბობს, რომ მისმა მეგობარმა მთელი არსენალი დავით მიქაძეს დაუკითხავად გადასცა. გამოძიება მეგობართან ინფორმაციას ვერ გადაამოწმებს, რადგან მან სანდრო წივწივაძის ერთ-ერთი იარაღით თავი მოიგლა.
მე მამუკა ჟიჟილაშვილს უთხარი რომ დაკავშირებოდა დავით მიქაძეს და გაეგო სად იმყოფებოდა. მამუკა ჟიჟილაშვილი დაუკავშირდა დავით მიქაძეს. იგი იმყოფებოდა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სამრეცხაოში, საშხაპეში. მე და მამუკა ჟიჟილაშვილი მივედით. როდესაც მე და მამუკა მას მივუახლოვდით, იგი საუბრობდა ტელეფონზე. ამ დროს მე დავით მიქაძეს ვკითხე, ჩემი იარაღის თაობაზე, რომელმაც ირონიული ღიმილით მიპასუხა, რომ იარაღები იყო მასთან. იმ დროს იგი ჩქარობდა და მითხრა, რომ მოგვიანებით გვესაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შაბათის ფორმულა სამრეცხაო საშხაპეშიც მივიდა, სადაც მიქაძე წივწივაძეს უნდა შეხვედროდა. გავარკვიეთ, რომ ოჯახის კუთვნილი სივრცით დავით მიქაძე ხშირად სარგებლობდა, მაგრამ მომსახურე პერსონალი მას ვერ ხედავდა, რადგან უსაფრთხოებიდან გამომდინარე ინდივიდუალური შესასვლელითა და სივრცით სარგებლობდა. ის რომ სანდრო წივწივაძეს წლების წინ იარაღთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ეს ამ ვიდეო მასალითაც მტკიცდება, რომელიც გიორგი კაჭკაჭიშვილის მობილური ტელეფონიდან გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიღეს. კადრში, სადაც საქმის გარჩევის ხმა ისმის წივწივაძის გვერდით გიორგი ჯოხაძეზის. წივწივაძის ადვოკატის განცხადებით საქმეში ამ ვიდეოს გამოჩენამ ბრალდებულის მიმართ ბევრი კითხვა გააჩინა, რაც ახალი ჩვენების მიცემის საფუძველი გახდა. თუმცა, თავად ჩვენებაში ვიდეოს გარშემო გამომძიებელი ერთ კითხვასაც არ სვამს. უამრავი შეკითხვა იწვევდა სხვა დანარჩენი პირების მიმართ კიდევ რაღაცა კითხვების გაჩენას. ვიდეოსთან დაკავშირებით ჩვენთვის კითხვები არ დაუსვამთ. სანდრო წივწივაძისა და მისი ოჯახის წევრს თეა მაჭავარიანს მიქაძეების ადვოკატი ცრუმოწმედ მოიხსენიებს. ესეთი შიშით დამოკრძალებით იხსენიებენ ჩვენებაში, რომ იმასთან არისო და ესე ძლივს ამბობენ ჩვენებაში გვარს და მე შენ ასეთ ადამიანთან, რომელიც შენი წარმოდგენით არის რაღაცა ესეთი საშიში პიროვნება, მიდიხარ და ეკითხები, აბა სად არის ერთი ჩემი იარაღი, ისიც ხვდება ეზოში, ნუ გეშინია ჩემთან არისო და მე ასე დაამშვიდა ბიცოლამისიც სათხოვნელად მისულ შეხვედრაზე, ხო მართლა როგორ არის იარაღების საქმე და აქაც ბატონი დავითი, როგორც ეს ჟესტიკულაციის ესე ვთქვათ მაღალი კლასის მფლობელი, ასევე ჟესტებით არ ვიცი რომელი ჟესტი იყო. ერთი ტერმინალზე გაარკვია, დამშვიდდა, მეორე იარაღებზე გაარკვია, დამშვიდდა, პირიმზეში, სადაც ფეხი არა აქვს ხალხს დადგმული და წამოვიდა უკან და დღეს ყვება ამ ინფორმაციას გამოძიებასთან. ბოლო ჩვენება, რომელიც საქმეში დევს ლევან ჯანგველაძის უსაფრთხოების თანამშრომელს გია ჩადუნელს ეკუთვნის. გია ჩადუნელი ლევან ჯანგველაძისთვის საბედისწერო ღამეს დაცვის ფუნქციას ასრულებდა, რადგან ბიზნესმენის დაცვის უფროსი მიხეილ ბერძენიშვილი შეუძლოთ იყო და იმ დღეს სამსახურში ვერ გამოცხადდა. ცეცხლის გახსნის მომენტში გია ჩადუნელი თავადაც დაიჭრა. ვინ გასცა ბიზნესმენი და კანონიერი ქურდის ძმა, ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ჩადუნელის ეს რიგით მეორე ჩვენება. პირველისგან განსხვავებით აქ ოთარ ფარცხალაძესთან ფიქრის გორაზე გამართულ შეხვედრასაც აღწერს. მე ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, მასთან რაიმე სახის ურთიერთობა არ მაკავშირებს, არც არასდროს გვიმუშავია ერთად. რაც შეეხება ლევან ჯანგველაძესთან ერთად მასთან შეხვედრას, როგორც მახსოვს 2024 წლის ზაფხულში. მე და ლევან ჯანგველაძე მიხეილ ბერძენიშვილთან ერთად წავედით თბილისში მერაბ კოსტავას გამზერზე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ შენობაში. როგორც ვიცოდით, ლევანი უნდა შეხვედროდა ოთარ ფარცხალაძეს. გამოძიების ინფორმაციით დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე ერთმანეთს ამ სასტუმროში შეხვდნენ და ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმეს. ვიდეოს ხმა არ ახლავს, ამიტომ სინამდვილეში არავინ იცის ისინი რაზე საუბრობდნენ. კადრში არ ჩანს გიორგი მიქაძე, თუმცა გამოძიება ამტკიცებს, რომ სატელეფონო ანძების ჩანაწერების მიხედვით ისიც შორი ახლოს უნდა ყოფილიყო. მასალის მიხედვით სასტუმროში ჯერ ჯოხაძე 1 საათის შემდეგ კი უმცროსი მიქაძე მიდის. შეხვედრის გარკვეული ნაწილი სათვალთვალო კამერებში არ ჩანს. ეს ის სასტუმროა, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ გელა უძილაური რამდენიმე დღე ჩერდება. მე საერთოდ არ გვეგმავ, რომ სასამართლოზე ვინმე სამტკიცებულებაზე მნიშვნელობა მივანიჭებინო, იმიტომ რომ ჯოხაძის და მიქაძის ერთი ძმის და მეორე ძმის ურთიერთობა არ არის დამალული, არ არის პირველი. იმ შეხვედრაზე უძილაური არ იყო, რომც ყოფილიყო იმ შეხვედრაზე უძილაური, არც ეს იქნებოდა საკვირველი, იმიტომ რომ უძილაურს ჯოხაძესთან კი იცით, რომ დაცვის ფუნქციები აკავშირებდა.
გამოძიება ლევან ჯანგვალაძის ცოლს საქართველოში ელოდება. სვეტლანა ბოგაჩევას მოსკოვში უკვე დაუკავშირდნენ. ქვრივი თბილისში ვიზიტს ოქტომბერში გეგმავს. Что бы ни сказали люди, Ливана не вернуть. რაც არ უნდა თქვენ ადამიანებმა, ლევანს ვეღარ დავიბრუნებ. მე არაფერი მაქვს სათქმელი. ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ ღმერთის წინაშე. არც ისე დიდი დრო გავიდა. მე მასზე ლაპარაკის დროს უბრალოდ ძალიან მეტირება. ის ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, სხვადასხვა მიზეზის გამო. დიდ პატივს სცემდა თავის მეგობრებს და საჭიროების შემთხვევაში გვერდით ედგა მათ. მე დამირეკეს ქართველმა გამომძიებლებმა. მათ ჩემგან ჩვენების მიღება სურთ. მე თბილისში ოქტომბერში ჩამოვალ. მე არაფერი მაქვს სათქმელი გამოძიებისთვის. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა მას ბიზნეს ინტერესები საქართველოში, ან ურთიერთობა ქართულ ბიზნესმენებთან. არც დაკავებულები ვიცი. დაზარალებულის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს კითხვაზე პასუხი, ვინ გაწირა ლევან ჯანგვალაძეს საკუთარი გარემოცვიდან და მიაწოდა თუ არა ინფორმაცია დამკვეთს ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნების თაობაზე. ტარიელ კაკაბაძე ისევ ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას ითხოვს. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის ამ ეტაპზე არ არის გამოკითხული. მას ჰქონდა საკმაოდ დიდი გავლენები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბარი არის იმაზე, თუ როგორ ულაგებდა ის გარკვეულ ბიზნესებს, სხვადასხვა პირებს და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ერთ-ერთი მოწმე თავის გამოკითხვის ოლქში. მიუხედავად საქმის მასალებში ყოფილი გენერალური პროკურორის არაერთი ხსენებისა, ბრალდების მხარე მისი გამოკითხვის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს. სახელდებრო, ვინც არ უნდა დამისახელოთ, მე ახლა აქ ვერ შევაფასებ, რატო არ იკითხება, რატო არ ტარდება საგამოძიებო. აპირებთ ოთარ ფარცხალაძის სახელდებრო, რატომ არ იკითხება, რატომ არ ტარდება საგამოძიებო, ამას ვერ შევაფასებ. 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გელა უძილაური. მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით პატიმრობაშია გავლენიანი ბიზნესმენი გიორგი მიქაძე. უკანონოდ იარაღის შეძენაში ბრალდებული გიორგი კაჭკაჭიშვილი და გიორგი ჯოხაძის ნათესავი მამუკა ბაღდავაძე. დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს კი გამოძიება ამ დრომდე ეძებს.